როდესაც სახალხო მღელვარება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხში, რიგითებში იდგნენ მოქალაქეები, რომლებიც არიან ავტორიტეტები და რომლებსაც თუ ქვეყნის მასშტაბით და თუ მსოფლიო მასშტაბით აქვთ დიდი სახელი და დიდი ავტორიტეტი. ეს ძალიან დიდ მოტივაციას აძლევს რიგით მოქალაქეებს, ახალგაზრდებს, რასაკვირველია. პირველ ყოვლისა და ძალიან თვითდაჯერებულს ხდის ბევრ ჩვენგანს. ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი სოფლიო და არა მხოლოდ სოფლიო, არამედ თუნდაც ჩვენი მასშტაბის, ჩვენი სივრცის მასშტაბის პერსონების რიგით მოქალაქეებად აქციაზე დგომა. ამ ხრივ ჩვენ არ ვიცი რამდენად განებივრებულები ვართ, მაგრამ ჩვენ გვყავს ბევრი სოფლიო მასშტაბის სახელოვანი, ასე ვიტყვი, მოქალაქე და რუსთაველის გამზირზე, აი ახლაც კი ამ წუთასაც კი თქვენ ნახავთ პირებს, ვისაც არა მხოლოდ საქართველოში სცნობენ. მათ ავანგარდში თამამად შემიძლია ვთქვა, ერთ-ერთი მოცინავე ყოველ შემთხვევაში არის ნამდვილად პაატა ბურჭულაძე. მე მას ცხადია მადლობას ვუხდი ისევე როგორც სხვებსაც, იმიტომ რომ როცა გამოდის ქუჩაში მოქალაქე ახალგაზრდა კაცი, რომელიც აი პირველ ან მეორე აქციას ესწრება და ნახავს, ხედავს ესეთ ავტორიტეტს, როგორც არის ბატონი პაატა, ამ ახალგაზრდამ უკვე იცის, რატო უნდა მივიდეს მეორეჯერ. მე მივესალმები სწორედ პაატა ბურჭულაძეს, მოგესალმებით ბატონო პაატა. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩემს ონლაინ გადაცემაში, რომელიც YouTube-ზე და Facebook-ზე არის განთავსდება შესაბამისად ჩვენი ხელადერი ინტერვიუს. მე ვესწრებოდი როგორც 31 დეკემბრის ღამეს, ისე შობის ღამეს რუსთაველის გამზირზე ვიყავი და ჩემთვის ეს იყო საოცარი და აქამდე არნახული პროცესი. აქამდე არნახული ამბავი. აი თქვენ მე გეკითხებით რა ემოცია დატოვა თქვენში იმ დღეებმა და საერთოდ ეს დღეები რა ემოციას ტოვებს, აი ესე დავიწყოთ. მოგესალმებით ირაკლი, მივესალმებით ჩვენ მაყურებელს. ნუ ამ ორმა ღამემ ჩემზე ძალიან დიდი ემოცია დატოვა. ნუ პირველ ღამეს მე არ ვიყავი რუსთაველზე, პირველ 31 დეკემბერს მე როგორც დავანონსე, ჩვენ შევხვდით გდანის ციხესთან. ახალ წელს შევხვდით ციხესთან, იქ საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა და ჩვენ გავამხნევეთ ის ინდისის პატიმრები, ის ახალგაზრდები, რომლებიც უკანონოდ არიან დღემდე სამწუხაროდ დაკავებულები და შოობა კიდე იყო რაღაც განსაკუთრებული უკვე ქაშვეთის წინ ჩვენ ყველანი ალილოს რომ ღეროდით და რაღაც განსაკუთრებული იყო. ნუ რა უნდა ვთქვა ახლა მე რომ ჩვენი ყოფნა რუსთაველზე ყოველდღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, მეტი რო არ შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი. არის ისეთი ადამიანები გვხვდებიან ირაკლი რომ ხანდახან რომ აი ნახეთ ჩვენ გამოვდივართ, მაგრამ არაფერი არ იძლება წინ. მე მგონია რომ პირიქით ყველა ჩვენი გამოსვლა ძალიან ასუსტებს ამ რეჟიმს, ძალიან ისინი უკვე ძალიან ცუდ დღეში არიან და ამიტომაც აი ყოველ დღე იქ არის საკმაოდ ბევრი ხალხი და თუ რამე აღსანიშნავია ძალიან ბევრი ხალხი. და მე გეთახმებით პრინციპში ბატონო პაატა და მადლობთ ამ პასუხისთვის, იმიტომ რომ თუ ასე მაგალითად დეკემბრის დასაწყისში ჩემს მოსაზრებას გაგიზიარებთ, მე ვფიქრობდი რომ ჩვენ უნდა გადაგვეძაბა ადამიანი და ადამიანის მოსაზრებები დროთა განმავლობაში იცვლება. ახლა მე მგონია რომ ჩვენ სწორედაც რომ გადაძაბვა კი არ გვინდა. ჩვენ გვჭირდება უბრალოდ გამძლეობა იმისთვის რომ ვერ გეტყვით რამდენი ხანი, 1 თვე, 2 თვე, შესაძლოა 5 თვე. მაგრამ გამძლეობა თუ გვექნება გარკვეული პერიოდის შემდეგ სწორედ მშვიდობიანი აქციებით და იმის გათვალისწინებით რომ ამ რეჟიმს ექნება მათ შორის ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემები და სანქციებიც გარკვეულწილად ან მნიშვნელოვანწილად ზეგავლენას მოახდენს პროცესებზე, ამ რეჟიმს უცნაურ ზნას არ ვიხმარ, ჟარგონულ ზნას არ ვიხმარ.
მაგრამ ესე კი ვიტყვი რომ ამ რეჟიმს გაუჭირდება და ის ჩამოიშლება. აი, სწორედ აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ და მინდა რომ დამეთანხმოთ, ან არ დამეთანხმოთ, რამდენადაც ხვდები დამეთანხმებით, მშვიდობიან აქციებს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მესმის რომ ეგ არის ყველაზე ბევრი მთავარი. მაყურებელი პროტესტის მონაწილე შესაძლოა ჩქარობს და მეც ვჩქარობ გულახდილად გეტყვით, იმიტომ რომ ყოველი ერთი დღე, ყოველი შემდეგი დღე არის ამ რეჟიმის სისასტიკის, არაადეკვატურობისა და სისასტიკის მადასტურებელი. მე ვერ მეტყვი ვერც ერთ სინდისის პატიმარს, რომ იცი და კიდევ 5 თვე უნდა იჯდე მეთქი რა უფლება მაქვს. მე სხადია მირჩევნია რომ ის გამოვიდეს ხვალ პირდაპირ მნიშვნელობით. მაგრამ იმისთვის რომ ჩვენ ახალი რესპუბლიკა, ახალი ქვეყანა დავბადოთ, გამიგრძელდა ჩემი მოსაზრების გაზიარება თქვენთვის, სწორედ მშვიდობიან პროტესტს აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა. მითხარით თქვენი მოსაზრება. მე გეთანხმებით და მთელი ძალა ჩვენში რაშია. არის ის რომ ორი მხარეა, ერთი არის რეჟიმის მხარე, მეორე არის ხალხის მხარე. ახლა თუ ავიღეთ რეჟიმის მხარეს. რა გვაქვს ჩვენი წინააღმდეგობა? ესე იგი გაზით გვწამლავენ, გვისწორდებიან, აგვილახეს ახალგაზრდები, დაგვისახიჩრეს ხალხი, ჯარიმების გამოწერა, სახლებში დახვედრა, ტელეფონებზე ის ნუ აი რომელი ერთი ჩამოთვალოთ, ყველაფერი აი და მეორე მხარეს რა არის? მშვიდობიანად დგომა და ამის წინააღმდეგობის გაწევა როგორ ჩვენ გამოდივართ და თქვენ მაინც არ აღაღიარებთ. თქვენ მაინც ხართ ბოროტები და თქვენ მაინც ჩადიხართ სიბოროტეს. აი ეს ორი ძალა, როდესაც სიკეთე და ბოროტება ერთმანეთს ებრძვიან, რა თქმა უნდა ეს არ შეიძლება რომ ერთ დღეში მორჩეს. არა ყოველთვის გაიმარჯვებს სიკეთე და პატრიოტიზმი. კი, ბოროტსაც დილაკეთილმან არსება მისი გძელიაც ამას ვერ გადააკვირე, ვერ გადააკვირე. მაგრამ ბატონო მე არ ვცდილობ მაინც და მაინც ოპონირებას და აკი გითხარით კიდეც რომ მე ვიზიარებ თქვენს მოსაზრებას. მაგრამ მეორეს მხრივ აუცილებლად გამოჩნდებიან მოქალაქეები, ჩვენივე მეგობრები, რომლებიც გვეტყვიან, მეც და თქვენც, რომ ხალხნო, პაატა და ირაკლი. ეს რეჟიმი უფრო და უფრო სასტიკდება ყოველდღიურად. სულ რო გვაქვს მოლოდინი იმის თაობაზე, რომ აი ხვალ გამოუშვებს ერთ პატიმარს. დაიხევს უკან გარკვეულწილად. სულ რო გვაქვს მოლოდინი, რომ ის იქნება ადეკვატური. აი ადეკვატური სწორედაც რომ არ არის. მე ვერ გეტყვით მაგას. მე მაგალითად ვიტყოდი რომ კი არ სასტიკდება ეს რეჟიმი ყოველდღე, არამედ უძლურდება. და ეს იმით გამოიხატება, რომ ხო ხედავთ უკვე დარბევები აღარ არის. იმიტომ რომ იციან როგორც კი დარბევა იქნება, ყველა 10-ჯერ მეტი ადამიანი გამოვა გარეთ, უკვე ნახეს. აი ყველაფერი ახლა გადავიდნენ უბრალოდ ხალხის გატყავებაზე, მე მაგ ფინანსურ გატყავებაზე. აი 5000 ლარი ეგეთი ჯარიმა, ერთ არ შეიძლება რომ ვიღაც მოუვიდეს თავში, რომ ქუჩის გადაკეთვისთვის რომ თქო გადაიარა თან ისე უსაბუთოდ მოყავთ ეს სრუპენტელა პოლიციელები თავის რომ დაასაბუთონ რომ ვითომ რომელიმე ადამიანმა ეს გააკეთა. ნუ რა არის ირაკი ვერ დავეთანხმები ვერავინც ვინც მასე ფიქრობს, იმიტომ რომ ჩვენი ძალა ერთადერთ რამეშია. ჩვენ ხარ შეგვიძლია ხა ავიღეთ და შევებრძოლოთ და მართლა ჩხუბი დავიწყოთ იქ და რაღაცები. ჩვენ შეგვიძლია პატიოსნად გავაპროტესტოთ ის, რაც ჩვენ უკან დასახევი გზა არ აქვს. და მე რა მომწონს იცით რომ ეს არ არის სტიქიური გამოსვლები. აი იყო მაგალითად ნოემბერში მეთქი მარტში იყო სტიქიური გამოსვლა რუსული კანონის წინააღმდეგ, ივნისში იყო, როდესაც გავრილოვის ღამე იყო ეს სტიქიური გამოსვლა. დღევანდელი აქციები უკვე 56 დღე იყო დღეს, თუ ხდია არის გააზრებული. ადამიანებმა ჩვენ გავიგეთ, რომ ჩვენ თუ არ გამოვედით, ჩვენ კარგად ქვეყანას. ამიტომ ყველა ვალდებულად თulis რომ გამოვიდეს. ამიტომაც არის იქ 1000-ობით ადამიანი ყოველ საღამოს და თუ რაღაცა მიზეზია,
გამოდის 10,000 და თუ ძალიან დიდი მიზეზია, გამოდის 100,000. კი, და რაც უფრო სუსტდება რეჟიმი და არაადეკვატური ხდება მეთქი მაინც ამ ჩემს მოსაზრებას კიდევ ერთხელ გაგიზიარებთ, მით უფრო მრავლდება, მით უფრო არასტანდარტულ ვითარებაში დემონსტრაციის მონაწილეთა რაოდენობა. და ყოველ საღამოს მე ხუმრობდი ამ 2 კვირის წინ, ყოველ საღამოს ასე 5-6-ზე მქონდა შეგრძნება, აი დეკემბრის მიწურულს ვთქვათ, ხო? რომ მოქალაქეები აღარ გამოდიოდნენ და რომ მივდიოდი 7-8-ზე, ხდებოდა ჩემზე წინ მისული 20,000 მოქალაქე და სულ თვალებით ვეკითხებოდი ლამის რომ რაღამ გამოგიყვანათ ხალხნო. აი დარბევა აღარ არის, მაგრამ თქვენ მაინც გამოხვედით. და მე აღმაფრთოვანებდნენ ხოლმე ამგვარი მოქალაქეები. მაგრამ ბატონო ბადა, ერთი კითხვაც. სახელდების გარეშე, პერსონალური დასახელების გარეშე. კი, გაიფიცნენ თეატრები, ახალგაზრდები, მსახიობები, მათი ნაწილი დაჭერილია, მეორე ნაწილი სოლიდარულია მათ მიმართ. საერთოდ კულტურის სფეროში მოღვაწე პირთა პროტესტი განსაკუთრებით აფრთხობს ხოლმე რეჟიმებს. ასე იყო სხვა ქვეყნებშიც და ასია ვარაუდობ ჩვენთანაც. მაგრამ აი ამ მაგრამის შემდეგ არის მრავალწერტილი დასმული. არის კი სახელოვნებო სფერო აბსოლუტურად ნონკონფორმისტი. და მე სახელებს არ დავასახელებ და ცხადია თქვენც არ თხოვთ. მაგრამ მე გეტყვით რომ არ არის, აი მაინც არ არის. და მე ამას როცა ვამბობ, მე ამის გამო წუხვარ, ულახდილად გეტყვით. კვლავ ვიმეორებ, ეხლა მე რომ გუდას პირი მოხსნა, ხო, ალფავიტის მიხედვით ჩამოვალ ლამის ბოლო 100 ბგერამდე, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 100 ბგერაზე ჩვენ გვარი, ამდენად ვიცი გერავა, ამდენად ვიცი რომ არა გვაქვს, ხო? აი ესე. მაგრამ ადან 32-100-მდე ყველა პრაქტიკულად ყველა გვარს დავასახელებ მეთქი ესე უტრირებულად ვიტყვი. არის თუ არა კვეთრი ან ნონკონფორმისტი სახელოვნებო სფერო და რას ვისურვებდით ამ თვალსაზრისით. იმიტომ რომ ისინი არიან, მაინც და მაინც ახლა მეგობრებს არ ვიტყვი, მაგრამ უმრავლესობას ხო ვინდა თქვენ კი იცნობთ, მე უმრავლესობას არ ვიცნობ. ეხლა მე თუ თეატრალურ საზოგადოებაზე ვლაპარაკობ და არა მუსიკალურზე, იმიტომ რომ თეატრალები ახლა უფრო აგრესიულად იქცევიან, აგრესიულად უფრო არიან მოწოდების სიმაღლეზე. მე ვიტყოდი რომ ვისაც მე ვიცნობ, ყველა სწორ მხარეს, ვისაც მე ვიცნობ. მე არ მყავს არც ერთი, არა, მყავს, სწორედ. არა უბრალოდ დაუსახელებო დააზრათ, ნუ ეხლა ისის დასახელება ჩვენ არ გვინდა, ძალიან ღვაწლმოსილი ადამიანი. კი ბატონო, მაგრამ მე ნუ ეხლა მყავს ხალხი გარშემო, რომელიც აი ხვალ მაგალითად დოიაშვილი აცხადებს თავის გეგმას. ეს ანდრო ჭიჭინაძის დაკავება, ნუ ეს არის მართლა ტრაგიკული სატირული ტრაგიკა, თუ როგორ რაღაცა ეს აი რაღაცნაირი ისეთი ხალხს ისე აკავებენ, ისეთ დანაშაულებს ზვიად ცეცხლაძე, რომელი ერთი ჩამოთვალო, 52-ს და ანდროსაც და სხვებსაც ცხადია, კი ბოდიშებ გაწყვეტილებთ, ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას. შესაძლოა ყოველდღე არ ისმის ჩვენი ხმა, მაგრამ ჩვენს გულში, ხო, ისინი ნამდვილად არიან, იმიტომ რომ ბოდიშ ვიხდი გაწყვეტილებ ბატონო ბატა მართლა არ მიწყინოთ. მამუკა მდინარაძე არც მასზე არ მინდა მაინც და მაინც ლაპარაკი, მაგრამ როდესაც ავტორიტეტი უდგება ავტორიტეტს თავდებში, ჩემგან ხელმარჯვნივ ბატონო ბატა, ჩემგან ხელმარჯვნივ არის ჰამლეტ გონაშვილის პოსტერი 70-იან წლებში გადაღებული. აი ჰამლეტ გონაშვილი რო იყოს, ცოცხალი რო იყოს და ვინმეს თავდებში ჩაუდგეს, ხო? მისგან ეს იქნებოდა ჰამლეტ გონაშვილია ჩემი, ჰამლეტ გონაშვილი ჩამიდგა მე თავდებში. ეს სოდენ სერიოზული ავტორიტეტი, ხო? მამუკა მდინარაძე როცა კადნიერდება და ამბობს რომ მე თავდებში ჩაუდგები ანდრო ჭიჭინაძეს და ანდრო ჭიჭინაძე ამ შეთავაზებას ცხადია არ იღებს, არც უნდა მიიღოს. თავად ანდრო ჭიჭინაძე ადასტურებს ერთ რამეს, რომ მე ციხეში ყოფიც კი უფრო თავისუფალი ვარ, ვიდრე შენ
ყოფი ხელისუფლებასთან კი არა ხელისუფლებაში. ხოშ შენივე კოლეგები გულისხმობ რა გვარია დინარაძეს ახლა აბუ-დაბიში არიან დაპატიმრებულები. ჩამოვძამდნენ თურმე ისინი. ჩამოვძამდნენ ხო. რა შეიძლება საქმე დინარაძე თამაშობს თავის ვიღაცა პატარა იმაზე რა ვიცი ხალხის რაოდენობას რომელსაც ჯერ კიდევ უნდა რომ დაიჯერონ რომ დინარაძე არის რაღაცას წარმოადგენს. აი არის ეგეთი ხალხი ვისაც უნდათ უკვე ხვდებიან რომ ესენი არაფერს არ წარმოადგენენ და ტყუიან თავიდან ბოლომდე მაგრამ კიდევ უნდათ რომ დაიჯერონ ამაზე. ჯერეთი ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა რომ დინარაძე და მისთანები ვიღაცას ჩაუდგენ თავდებში. ეს არის შეურაცხყოფა და რასაც ანდრო ჭიჭინაძის დედამ მშვენივრად უპასუხა. მე მართლა რომ დედის პასუხი იყო ფაქტურად ესეთი რომ მე ჩემს შულს ასეთ შეურაცხყოფას ვერ მივაყენებო რომ თქვენ ჩაუდგეთ სათავეში თავდებში. ეს მართლა ესეა. მეორეც ერთი ეხლა ხვალ ძალიან საინტერესო რამ ხდება, როდესაც დოიაშვილი დათო რომელიც გამოაცხადებს მათ გეგმას. და გეგმა აქვს, მე მგონი ძალიან სერიოზული უკვე იმას მსახიობებს და თეატრალურ მოღვაწეებს. ხვალ 6 საათზე მივდივართ ჩვენ ყველანი რომ ამას დავესწროთ ამ ყველაფერს და მე ვიცი რომ მუსიკალური საზოგადოება ვინც კი ჩემ გარშემო ყველანი დაუდგებით მათ გვერდში. სულ ყველანი. თქვენ მწერლები დაუდგებიან გვერდში, ნუ ჟურნალისტები თავისთავად, რა თქმა უნდა, იმიტომ ჟურნალისტები არიან ერთ-ერთი ყველაზე ის ვიზეც გადაიარა ამ წამებამ, რაც იყო ეს პირველ ხანებში დარბევები და ყველაფერი. ნუ ერთ სიტყვით, რა არიცით, ივანიშვილზე ძალიან ბევრი ცუდი რამე თქვა შეიძლება, მაგრამ ერთი რამე გააკეთა გენიალური. ისთვისაც დიდი მადლობა. ჩვენ გვაგრძნობინა ქართველებს რომ ჩვენ ვართ ერი და მაგარი ერი. ეს რო არ ყოფილიყო ესეთი მოპყრობა ჩვენდამი, ჩვენ ალბათ ისე მძინარე მდგომარეობაში ვიქნებოდით. მან ჩვენ გამოგვაფხიზლა, მას რა თქმა უნდა ეს არ უნდოდა, მაგრამ მან ჩვენ გამოგვაფხიზლა და უნებურად გამოგვაფხიზლა. ჩვენ თუ ერთმანეთს არ დაუდექით ხალხო, ესენი დაგვჭაგრავენ. და მთელი უკვე შემოსულია და საქართველოს 20% კი არ არის ოკუპირებული 100%-ია ოკუპირებული სანამ ივანიშვილი და მისი ეს ბრბო პატარა ბრბო მართალია ბრბო ბევრია მაგრამ ესენი პატარა ბრბო არის ესენი კიდე პატრონობენ ახაც და ვაშკაცობენ აქ და რაღაც სახელმწიფოობანას თამაშობენ და მთავრობანას ჩვენი 100% არის ოკუპირებული ამის საშუალება ჩვენ მაგას არ ვიცით და გამორიცხული მე თავისუფლებას მივცემ თქვა ასე მე პოლიტიკოს პატა ბურჯულაძეზე როცა თქვენ აქტიურ პოლიტიკაში იყავით შესაძლოა გაბრაზებულ ვარ აპატიეთ ცხადია 1-2 თქვა რომელიღაც თქვენი წლების წინანდელი განცხადების გამო ცხადია ეს ბრაზი აბსოლუტურად კრიტიკა გამომიხატავს შესაძლოა საჯაროდ შესაძლოა არც არ მახსოვს ახლა გულახდილად გეტყვით უფრო არა მაგრამ ივანიშვილმა გააკეთა ერთი თქვენ თქმის არ იყოს ერთი რამ გააკეთა მნიშვნელოვანი მე მაინტერესებდა რასაკვირველი ამა თუ იმ პოლიტიკოსის წარსული მათი ქმედებები პატა ბურჯულაძეზე არ ვლაპარაკობ მაინც და მაინც ცხნების უფრო აქტიურები ვინც იყვნენ წლების განმავლობაში და წლების წინ მაგრამ ახლა მე დავინახე რომ თითქოს სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყო ყველასთან ურთიერთობა იმიტომ რომ ახლა ჩვენ მეც და თქვენც და ჩემს მიერ გაკრიტიკებული პოლიტიკოსებიც ან არ გაკრიტიკებულებიც ხო თითქოს ახალ საქართველოს უნდა შევქმნათ აბსოლუტურად აი ზუსტად მაგით თქვი მე ეს თქვი ზუსტად რომ იმან მოგცა საშუალება რომ ახალი საქართველოს შეგვექმნა რა აი მართლა გვქნით ახალ საქართველოს მართლა აი თქვენ და სხვა შორის ამაში ძალიან დიდი როლი ითამაშეს ახალგაზრდებმა რომელმაც მოგცეს რწმენა ჩვენ აი ამ ახალგაზრდებმა ვინც დაიბადეს უკვე ამ საუკუნეში წინა საუკუნესთან არავითარი კავშირი რო არ აქვს და ამ საუკუნეში რომ არიან გაზრდილები ხო და აი ჩვენც რაღაცნაირად მოგცეს იმის მარიფათი რომ დაგვეჯერებინა ჩვენ თავში
და ყველანი ერთად ვართ. აი რუსთაველზე რა სიტუაციაა ხო? თქვენ ყოველ დღე იქ ახართ, მეც ყოველ დღე იქ ვარ, არა? რუსთაველზე არის ისა, რომ ჩვენ ერთმანეთს გზნობთ, რომ გარდა იმისა, რომ მეგობრები ვართ, რაღაც დაძმური ის არის, რომ ერთი ოჯახი ვართ. და ჩვენ თუ დავჩაგრავს ის, დავიჩაგრებით ყველა ერთად. ამიტომ უნდა ვიყოთ ერთად. კი, ბატონო პატა, გეთახმებით აბსოლუტურად, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და იცით რა არის, თუ ჩემს თაობას ახასიათებდა სიტყვა უნდა ვიხმარო, არ ვიცი, მოშურნეობა შეიძლება, შეჯიბრებითობა შეიძლება, ხო? ამ ახალგაზრდებმა ჩვენ მოგვცეს რაღაც მაგალითი იმისა, რომ დაპირისპირებულები ვერა ვართ ერთმანეთთან. იმიტომ არა მხოლოდ იმიტომ რომ საერთო მიზანი გვაქვს, საერთო იდეა გვაქვს და ასე შემდეგ. აი ამ რუსთაველზე მართლა მეწოდებიან ადამიანები, რომლებიც არ გამოსულან ამ წამამდე, ერთხელაც კი, ხო? მართლა გულახდილად მეწოდებიან. ამ რუსთაველზე რაღაც იმგვარი spirit ალბათ სწორი სიტყვა სულისკვეთებაა, თუ გნებავთ ესე ვიტყვი, როგორც მე პირადად ამას სულ ვეუბნები ხოლმე აი ახლობლებს, სტუდენტებს. მე პირადად არ მინახავს არც 80-იანი წლების, მის 90-იანი წლების დასაწყისში, იმიტომ რომ 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენ აღმრუსთაველზე ერთმანეთს ვესროლეთ, ერთმანეთი გვეზიზღებოდა. გამოხდა 30 წელი მეტი და ჩვენ ერთმანეთი არ გვეზიზღება. აი ეს არის სწორედ ახალი საზოგადოების, ახალი ქვეყნის, თავისუფალი საზოგადოების, კეთილი საზოგადოების დაბადება. მე ახლა Facebook-ზე რაღაცას რომ წერ ხოლმე სტატუსი მაგალითად ხო სულ ვცდილობ რომ ჩემი ტექსტიც იყოს განსჭვალული ან სავსე ესე ვიტყვი ან იუმორით ან კეთილ განწყობით არა კეთილ განწყობილი მეჯერაც ვერა ვარ ქართული ოცნების ლიდერშიპის მიმართ და ალბათ ვერც იქნები იმიტომ რომ მათ წითელი ხაზები გადალახეს მაგრამ აი რიგით მომხრეებს სულ ვეუბნები რომ ხალხო საბოლოო ჯამში ორყურა ირაკლიმ და ორყურა პირობითი სახელით რაღაც ივანემ, ხო? ერთი ქვეყანა უნდა შევქმნათ და მოდი რა ეს ერთი ქვეყანა თანხმობაზე მე ვერ დაგეთანხმებით რაში ირაკლი მოდის ვიხდი ჩვენ აი იმგენთან ვიცით წითელი ხაზები უკვე გადალახეს ჩვენ არა პოლიტიკურ ლიდერებს არ გულისხმობ ვერაფერ ქვეყანას არ შეშ. მე დინარაძეებს უკაცრავად ეხლა მე უკვე გავასწორებ ჩემს მესიჯს, გიბოგი ჩემს მესიჯს, ხო? მე დინარაძეებს, კობახიძეებს, ივანიშვილებს, სულუკიანებს, ღარიბაშვილებს ცხადი არ გულისხმობ, მე გულისხმობ რიგით შემცდარ ადამიანებს, რომლებიცაც არც კორუფციულ გარეგავაში არიან კალაძესთან ასე მაგალითად. მაშინ ერთ რამეს გეტყვით რა, აი თქვენ ახსენეთ ჩემი პოლიტიკოსობა რა? 2016 წელს, როდესაც მე შევქმნი პარტია და აი მართლა მივატოვე ჩემი კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდი. ყველაფერი მე ვიგზენი უბრალოდ ვინ იყო ბიძინა მაშინ, იმიტომ მე ვიცნობდი ამ ადამიანს და ვიგზენი და მე მინდოდა რომ ხალხისთვის მე თქვა რომ ხალხო მაშინ კიდე ადვილი მოსაშორებელი იყო შედარებით ეს ადამიანი, იმიტომ ჯერ კიდე არც სასამართლო არ ქონდა ეს ჯიბეში, არც პროკურატურა, არც ესენი. და მაშინ სხვათა შორის 10 კაციდან ერთი აგინებდა ბიძინას და 9 იყო მის მხარეზე. და მე რატო ვამბობ ამას რომ მაშინ მის პარტიაში იყვნენ თითქმის ყველანი ვინც ახლა არიან ოპოზიციაში. გეთახმებით. აი ამ ხალხთან ერთად ვინც დროზე მიხვდა და მიატოვა და წამოვიდნენ ამათთან ერთად რა თქმა უნდა ჩვენ დავაშინოთ ეს ქვეყანა იმიტომ რომ ისინი მიხვდნენ ვინ არის ადამიანი და გამოეცალნენ. ხო და მაგრამ ის ვინც კიდე დარჩა იქა და სხვა არა პოლიტიკო დღეს ვინც არის პოლიტიკოსები და არაფერი არ შეიძლება არა ბილიგზეც ვერ გაივლი იმათთან ერთად გეთახმებით. დასავლეთის სანქციებზე მინდა გკითხოთ და ესეთი რა ხანია რომ არ გამომიყენები არც მე ესეთი სიტყვა უნდა ვიხმარო. აი ეს სახრე მათრახი სკეპლა ხო ეთკინება გადაჭიმული დასავლეთის მიერ ეთკინება თუ არა ივანიშვილს. ნუ ეხლა ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ეს ეთკინება კი არა ეს არის მაგისთვის ყველაზე დიდი აი რა მოაქვს ჩვენს აქციებს ჩვენ აქციებს მოაქვს ის რომ დასავლეთი გაიგო რომ ჩვენ გვინდა დასავლეთში და ეს არის ოლიგარქი და ეს გვიკეთებს ამ ყველაფერს და ასე გვასაკიჩრებს და გვცემს და ციხეში გვსვავს ეთკინება კი არა ეს არის მისთვის ყველაზე დიდი მტკივნეული ადგილი სადაც არის მისი თანხა მისი ფული ეხლა პრინციპში ძალიან უხერხული ასე ლაპარაკი მაგრამ მე მგონი ივანიშვილზე არ უნდა იყოს უხერხული
ივანიშვილს მინუს ფული არაფერი არ არის. ეს არის სუფთა რასაკვირველია. ჰაერი. ადამიანის არ არის, არაფერი არ არის. და ამიტომაც ეს ყველაზე მტკივნეული ეს ადგილია მისთვის, რომ სადაც ეს სანქციები მოდის. მაგრამ გარდა მაგისა ეხლა ამ სანქციებს რა მოაქვს ეხლა მის გარშემო? მოაქვს ის რომ აი დღესაც გერმანიამ დაასანქციერა 9 ადამიანი, მათ შორის 8 პოლიციელი. ამ პოლიციელებს უნდა მიხვდნენ, რომ ვის ემსახურებიან, რა უნდა ხალხისგან, რომ მათ ოჯახის წევრებსაც კი შეეხება ეს სანქციები. ახლა თუ ვერ შევიდნენ გერმანიაში, გერმანიას მოყვება იტალია, საფრანგეთი, სხვადასხვა ქვეყნები და იარონ მაშინ უნგრეთში სანამ ურბანი არის. ურბანის რო შეიცვლება, ურბანის უნგრეთს აუგზავნოს მათ შესვლას. ამიტომ ეს სანქციები ყველას ეხება და ყველას ძალიან ცუდ დღეში ჩააგდებს. ვინც არის ახლა ივანიშვილის გარშემო. და ამიტომაც ჩვენ მარტო მოთმინება და ასე ყოველ საღამოს გასვლა და გაპროტესტება. ყოველ საღამოს ხაშორს კარგი იყო ეს ბებიები და ბაბუებით დავიწყეთ ჩვენ. მე ვიყავ პირველი ვინც თქვი ბებიებო და ბაბუებო გამოდით მეთქი და გამოვიდა ეს 150 ბებია და ბაბუა. მერე მოყვენ იმას 150 ბებია გამოვიდა და 150 ბაბუა. რაც ეგეთია, არა პირველ დღეში ხო ცოტა მერე მოგებატენ და მერე წავიდე ყველაფერი ახლა დედები, მამები, რა ვიცი ყველაფერი და საჭიროა ეს არის გადაუდებელი თან არა გაუცნების კონტრპროპაგანდა პროპაგანდა მომეწონა თუ რაღაც პიარი თუ კონტრპიარიც ქვია არ ვიცი შავი პიარი რომ მაგალითად რატომ გამოვიდნენ პირობითად ბებია ბაბუების მარშზე ისინიო ვინცო გამოვიდაო ფეხბურთის ფანების მარშზეო და ან შეიძლება თითქოს რომ ფეხბურთის ფანი იყოს რომელიმე უფრო სწავლელი არა მაგას რა მოყვა გაიხსენეთ ირეგლი მაგას რა მოყვა რომ ისინი მიდიანო მე გამოიცვლიან ტანსაცმელს და მოდიან ესეც კარგი ის არის რა გითხრათ ანუ ბატა რამდენად თანმიმდევრული იქნება დასავლეთი ეს კითხვა ყველას აწუხებს მით უფრო პრეზიდენტ ტრამპის ოვალურ კაბინეტში დაბრუნების შემდეგ და ნუ თუ შესაძლებელია გაიხსენეთ თქვენი შეხვედრა ელონ მასკთან არა ორდინალურ კაცთან თქვა ფოტო გავრცელდა და სიმართლე გითხრათ მე ესე არ ახსენდება თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით ქონდა თუ არა შესაძლებლობა მასთან ასφαγაცლა გამოსვლა ქონდა თუ არა და რამდენად თანმიმდევრული იქნება დასავლეთი ამაზეც მითხარით ორი სიტყვა. რაც შეეხება დასავლეთს, რა. მე გეტყვით ჩემს აზრს და მე მგონი თქვენ დამეთანხმებით და ყველა დამეთანხება. ეხლა დასავლეთმა საქართველოს დახარჯა უამრავი თანხა. რაც ჩვენ ეხლა 30 წლის განმავლობაში, 35 წელია უკვე. 35 წლის განმავლობაში ამერიკა ცალკე გვაფინანსებს ჩვენ და გვეხმარება რომ ავადგინოთ ჩვენი ცხოვრება, ევროკავშირიც ცალკე აკეთებს. და ამას ყველაფერს ეხლა ისინი დაკარგავენ თუ ჩვენ ივანიშვილმა ისე ჩაგვაბარა რუსეთს. მე მგონი ესენი ამის დამკარგოლები არ არიან, ეს ერთ-ერთი მთავარი ის არის რომელსაც არ უნდათ ეხლა რატომ უნდა იგრძნონ თავის სულელად იმგენმა რომ რამდენი გვეხმარეს და ჩვენ უცებ ავიდით და უარი ვუთხარით ყველაფერს. მეორე დასავლეთი ახლა მაინც დემოკრატიული ქვეყნებია, ისე დემოკრატიული, რომელსაც უნდათ რომ სოფლიოში იყოს დემოკრატიული ისინი სახელმწიფოები, ერთ-ერთი მათგანი, რაზე ჩვენ გვეხმარებოდნენ და ყველაფერს გაკეთებენ, არის საქართველო და საქართველოს ხალხს უნდა მათთან, ამას გრძნობენ. გამორიცხულია რომ დასავლეთმა ჩვენ დახმარება არ გაგვიწიოს, სანამ ჩვენ ვართ ასეთი მოწოდების სიმაღლეზე, რაც არის დღეს. და მე როდესაც აი თქვენ ბრძანეთ ილონ მასკთან, მე მასკთან არ ვიყავი მიწვეული, მე ვიყავი მიწვეული ტრამპთან სადილზე. ტრამპის იმაში ლაგო ამარსზე მარში იყო სადილე, სადაც თვითონ ტრამპი ესწრებოდა მისი თანამშრომლები ახალი კაბინეტის წევრები იყვნენ და იყო ბევრი მოწვეული სტუმარი, ვერ ვიტყვი როცა მარტო ჩვენ. მე და ჩემი მეუღლეც ვიყავით მიწვეული, მაგით თუ გავფრინდით ზუსტად ამერიკაში, ზუსტად ჩემი მიზანი იყო ესე რომ მიმიწვიეს მე და ილონ მასკთან უბრალოდ მქონდა სამწუთიანი შეხვედრა. ეხლა ვერ ვიტყვი რომ მე ვიჯექი და რაღაცას საუბრობდით. აუხსენი რომ ვარ საქართველოდან და ძალიან ის იმიტომ რომ ილონ მასკი იყო ძალიან მაგარი მხარდამჭერი ტრამპის.
და იმდენად მაგალითად ტრანსფერი რომ ტრამპის გამარჯვების ძალიან დიდი ნაწილი მოდის ზუსტად ახალგაზრდებზე ამერიკის ახალგაზრდობაზე რომელსაც უყვარს ილონ მასკი და ადიდებენ მას და ჩვენ გქონდა უბრალოდ საუბარი საქართველოზე მან შემეკითხა თუ როგორ არის სიტუაცია საქართველოში როგორი ცხოვრება პოლიტიკური ცხოვრება მას არ აინტერესებდა საქართველოზე აინტერესებდა საქართველოში ცხოვრება და საერთოდ როგორი ქვეყანაა რა არის და მეც მოუყევი ახლა რაც შემეძლო ორი სიტყვით და უთხარი რომ მას იცნობენ საქართველოში და აქაც ძალიან დიდ პატივს სცემენ მე უფრო სხვა შეხვედრები მქონდა იქა ეს იყო სანამ სადილე დაიწყებოდა მე შევხვდი ტრამპის კაბინეტის 10 ადამიანი და ერთ-ერთმა მათგანმა თქვა რომ შეგიძლია ჩემი სახელდაგვარი ახსენოთ რომ ეს იყო სტივ მილერი ეს არის რომელთანაც სურათი მაგადაგებული და მე დავდი მაქონდა ნება რომ დამედო ესა და იყო აი ესეთ შეკითხვები რომ მართალია და მე მინდოდა რომ მე მეგონა რომ მე მომაყოლებდნენ თუ რა ხდება საქართველოში და ნუ რაც უკაცრავად არაფერი არ მომიყოლია ყველაფერს მიყვებოდნენ ისინი ეს მართალია რომ აი ეს ხდებოდა ეს მართალია რომ აი ეს როგორ იყო ეს როგორ მოხდა აი ესენი და მე ყველაფერი თავიდან ბოლომდე ყველაფერი იცოდნენ მე მეცაც გეტყვით ირაკლი მე დამისახელეს გვარები საქართველოს პოლიციაში და მოსამართლეების რომლებიც მე არ ვიცოდი და უთხარი რომ აპატიეთ მე ამ ხალხს არ ვიცნობ ესენი ეთყობა არიან სიაში ჩაწერილები ვინც მოხდებიან ახლა შემდეგ იმაში რა ქვია ეს წარმოიდგინეთ ბატონო ეს ჯერ ოვალურ კაბინეტში არ შესული ტრამპის ადმინისტრაციიდან და რომელსაც მაზარი ინფორმაცია აქვს მაგრამ ჯერაც არ აქვს ყველა ინფორმაცია იმიტომ რომ იმ ხანად როცა თქვენ გქონდათ შეხვედრები ჯერ კიდე ბაიდენის დემოკრატების ადმინისტრაცია იყო ყველა უცხებაში და მათ შორის ოვალურ კაბინეტში დიახ უკაცრავად შეგაწყვეტინებ ჯონ ვილსონი ჯერ არც იყო აქტიური მაგ დროს ეს მე გიყვებით ეს იყო დეკემბრის ბოლოსკენ ვიყავი მე არც ვიყავ თორე მე ხარ ეს წოდროდა რა ვილსონი ასე პირველ რიგში ვიკითხავდი რომელია და შოქდებოდი რომ რაღაცნაირად გამეცნო მაინც და აი ესეთ სიტუაცია ესე იგი გეუბნებით რა ირაკლი რა წუთი იცოდნენ მე მიყვებოდნენ რა იყო მოხდარი საქართველოში და მაშინ დიდი უბედურება იყო მაშინ იყო ზუსტად ეს მოწამულები ჩვენი გაზით შეტაკებები ეს ცემები ხალხის დასახიჩრება ყველაფერი იყო მაშინ ეს არის გოდის ვიხდი ეს არის სადილი ტრამპთან ეს არის ნუ სადილი იყო ტრამპთან და ეხლა მე ტრამპთან შემელო შევხედრილი ხარ მაგრამ მე ვერ ვიგზენი თავი მე მაინც ოფიციალური პირი არა ვარ და ისეთი ეხლა საქართველოს სახელით მე ტრამპს ვერ შევხვდებოდი უბრალოდ ვერ ვაკადრებდი მე ამას ვერც ტრამპს და ვერც საქართველოს და ამიტომაც ის ადამიანები ვინც იყვნენ დაინტერესებული ჩემთან შეხვედრის მისი კაბინეტიდან 10 კაცი იყო 10 რომელიც იყო და ჩვენ შევხვდით და დავილაპარაკეთ ძალიან ხიენ ბატონო ერთი კითხვაც და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ უკლებლივ ყველა პასუხისთვის ჩვენ ერთმანეთს დავეთანხმეთ 97.4%-ში და ეს 2.6%-ში კი არ დავეთანხმეთ ესეც დემოკრატია რასაკვირველია პრეზიდენტ ზურაბიშვილზე მინდა კითხოთ მისი როლი იყო ჩასული ინაუგურაციაზე და რა როლი ისტორიული მისია თუ როლი აქვს მას ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში მე მგონი რომ ეს ადამიანი დღეს ასრულებს რაღაც ისეთ მისია თავის ცხოვრების მისიას აი რითვისაც თუ ცხოვრია ამ ადამიანს და მართლა ეს არის ერთხელ ძალიან მძიმე ტვირთი მეორე მხრივ არის რაღაც ღმერთიდან მონიჭებული ტვირთი რომ ემსახუროს შენ ქვეყანას და ის ძალიან სწორ გზაზეა და დღეს ჩვენგან მოითხოვს ძალიან გვერდში დგომას და ყველანი უნდა დავუდგეთ გვერდში ერთადერთი ლეგიტიმური ადამიანი ვინც დღეს ყავს ჩვენ საქართველოში მთავრობიდან არის პრეზიდენტი ზურაბიშვილი და ის აკეთებს ძალიან საჭირო, ძალიან ზუსტ და ძალიან დროულ ქმედებებს, რაც ჭირდება ჩვენს საქართველოში და ესეც ძალიან მომეწონა კი არა ეს აღთვალებული ვარ, იმითი რომ ამერიკელებმა ზუსტად ის მიიწვიეს და ის არის მათთვისაც, როგორც ჩვენთვის, საქართველოს ხალხისთვის ლეგიტიმური პრეზიდენტი საქართველოში.
უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ პაატა ბურჯულაძე იყო ჩემი სტუმარი ეს ინტერვიუ ძალიან კარგი ინტერვიუ გავამივიდა მე მადლობელი ვარ რესპონდენტისა პაატა და მინდა ბედაგარწმუნოთ თუმცა ჩემი დარწმუნება არ გჭირდება თქვენ რომ ამ პროცესში ეს ქვეყანა და ეს საზოგადოება ეს ხალხი რასაკვირველია გაიმარჯვებს მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და ძალიან მახარებს ის რომ საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები აბსოლუტური უმრავლესობა ხედავს სუსტად ისე პროცესებს როგორც ხედავთ თქვენ ან გავგადიერდები და თქვენთან ერთად მეც დიდი მადლობა ნახვამდის პაატა ბურჯულაძე მადლობა